უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამო მშვიდობისა დაიწყო გადაცემა ავანსცენა სალომე კასრაძესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად ყოველ სამშაბათ 17 საათზე 19 საათზე უკაცრავად გახსოვდეთ იწყება გადაცემა, სადაც ვსაუბრობთ მხოლოდ თეატრზე. გახსოვდეს ასევე ჩვენი Facebook-ის მისამართი ავანსცენა რადიო იმედი ქართული და ინგლისური შრიფტით დაგვიმეგობრდით და მოგწერეთ თქვენი აზრები. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არც ერთ გადაცემას არ უშვებთ ეთერში, ისე რომ რომელიმე რეგიონალური თეატრის კონკრეტულ სპექტაკლზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური თეატრის განვითარება და სწორედ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში გვერდება რეჟისორი ბატონი გოჩა კაპანაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დადგა პრემიერა გამართა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლისა საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. მოგესალმებით ბატონო გოჩა. საღამო მშვიდობისა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და როგორ ჩაიარა საპრემიერო ჩვენებამ და როგორ მიიღო საოცრად ტრადიციულმა თეატრალურმა ქალაქმა სპექტაკლი. და საკუთარ სპექტაკლზე ძალიან ძნელია საუბარი არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ გეტყვით რომ ძალიან კარგად ჩაიარა, გულშემატკივრად არ ველოდი ამ ზაფხულში ესეთ ცხელამიდებში გადაჭედი დარბაზში მაყურებელი ქუთათურები იყვნენ და მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაყურებელი, იმიტომ რომ გასასული უსმენდა რაც ხდებოდა სცენაზე, ძალიან კარგი ადეკვატური რეაქციები იყო, შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი გამოვიდა, წამყვანი მსახიობები ქუთაისის არასოდეს არ აკლდა და ამ სპექტაკლში განსაკუთრებით ყველა საუკეთესო მსახიობია მოწვეული და დაკავებული, არიან ძალიან კარგი მხატვრები, მურუსიძე, ლომგული, ქეთი ციციშვილი კოსტიუმის მხატვარი და ძალიან კარგი ნაწარმოების და თემა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგად წავიდა და მე როგორც ვიცი ძალიან დიდი გამოხმაურება არის სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე და ძალიან მაყურებელი გამოცხობს თავის აღფრთოვანებას და ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა. ვინ თამაშობდნენ სპექტაკლში? იცით რა, მე ალბათ ვიღაცები შეიძლება გამორჩეს ამ ბოდიში ვიხდი, მაგრამ და ვინც გამახსენდება ახლა ვინც ვიცნობს მე სახელდაგვარებში ცოტა ვერავარ ხოლმე კარგად, მაგრამ ქალბატონი მარიკა სამანიშვილი თამაშობს, ეს არის დედოფალი მარიამი, ქალბატონი ევა ხუტუნაშვილი შესანიშნავი მსახიობი და ძალიან წინვალე ვარსკვლავი ქუთაისის თეატრის ქართული თეატრის ქალბატონი ევა თამაშობს დარეჯან დედოფალს, თამაშობს გელეხვა, თამაშობს ჯანგავაძე, თამაშობს სანგური, შალამბერიძე, როინიშვილი, მთელი ანსამბლი შესანიშნავი ჯგუფი. ავთო სახამბერიძე, ჯავახაშვილი და არიან ბევრი მსახიობი, რომლებიც მართლა ბატონ გოჩა? ძალიან კარგი რომ ხაზზე ხართ. არ ვიცი, გილოცავთ პრემიერას, მე ძალიან მიხარია რომ თქვენი რანგის რეჟისორი ესე აქტიურად ჩადის რეგიონებში, დგავს ხოლმე, სამწუხაროდ ეზარებათ ზოგიერთ რეჟისორებს რეგიონებში. იცით რა, ნიკო, ძალიან დიდი მადლობა რომ ამას ამბობთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ქართული რეჟისურა და ჩვენი თაობა ვალდებულიც არის რეგიონებში აკეთონ სპექტაკლები, იმიტომ რომ სულ თბილისის თეატრებში და ქალაქის ცენტრალურ თეატრებში ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან კარგია რომ დავუშვათ საინტერესო რეჟისორები კიდევ ახალ და საინტერესო დასებს ხდებოდნენ. მე ამასინაც რამოდენიმე დღეს ვიცვლიდი, რომელ თეატრში არ მაქვს გაკეთებული, ეს არის თელავის თეატრი, ეს არის გორის თეატრი და ახალციხე. დანარჩენი თითქმის ყველა თეატრში მაქვს გაკეთებული სპექტაკლი და ძალიან მინდა კიდე ზუგდიდშიც გავაკეთო და ასე შემდგომ. იმიტომ რომ ეს ძალიან გამდიდრებს შენ და გამდიდრებს მათაც და შენს გამდიდრებს, მარტო ისე არ არის რომ ჩავერდი ახლა რაღაც პოპულარული ვარ ან ვიცი ჩემი საქმე და ვაკეთებ. არა, მე საერთოდ გონია რომ ძალიან გეხმარება სხვა დასთანუშე, იმიტომ რომ სხვანაირად უყურებ შენ
საქმე სხვანაირ აქცენტებს აკეთებ ჯერ ესეთი შერჩევა უნდა დრამატურგიას რა გური როგორ მოდი ესე ვიტყოდი სლენგზე როგორ გაისვრის ეს სპექტაკლი და ბევრი საინტერესო ნიუანსი და მომენტია გასაგები. აი ახლა სწორედ ჩვენს მეორე ნაწილში ჩვენთან სტუმრად არის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი ხათუნო ხუნთაძე და სწორედ მან ბრძანა რომ ახალი პროექტი იქნება რეგიონალური თეატრებისა, სადაც თბილისის რეჟისორებს მიეცემათ შესაძლებლობა რომ იქნება ძალიან კარგი და მე ვიტყოდი რომ ეს პროექტიც იყო კულტურის სამინისტროს დახმარებით და ძალიან მიხარია რომ ბატონი გიორგი სიხაურიძის ინიციატივა კი იყო ეს სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონ მესხიშვილის, მაგრამ კულტურის სამინისტრო ძალიან დაეხმარა ამ პროექტს და მინდა უთხრა მათ დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან კარგია რომ ბატონმა მინისტრმა ბრძანა რომ აეხლა ძალიან დიდი აქცენტები გაკეთება რეგიონულ თეატრებზე და მე საერთოდ გონია რომ ეს რაღაც თბილისიდან ჩასული რეჟისორები, პროფესიონალი რეჟისორებს გულისხმობ, მაგრამ თუ კიდე მაღალი რანგის რეჟისორები იქნება ისეთი როგორც არის ბატონი რობერტი, ბატონი თემური, ბატონი გიზო ჟორდანია და ასე ამ რანგის რეჟისორები იქნება ძალიან კარგი თითოეული დასისათვის, იმიტომ რომ ისინი მოწყურებულები არიან ესეთი რანგის რეჟისორებთან მუშაობას და ჩვენც შემდგომი თაობაც შევეცდებით ყველანაირად ვიმუშაოთ რეგიონებში, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვამდიდრებს პირველ რიგში და მთლიანად მე ქართულ თეატრალურ სივრცეს. დიახ, ბატონ გოჩა, ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე და ქალბატონი მანანა ანთაძე, მათ სურთ რომ მოგილოცოთ. დიდი მადლობა და მე ხათუნას დიდი მადლობას მოხსენ, მაგრამ მანანა ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობარია, მე ვიცი რომ ახლა ჩაატარეს მათ შესანიშნავი კიდევ ერთხელ წარმატებული პროექტია ეს თუმანიშვილის ფონდთან არსებული ეს პიესებთან დაკავშირებით, მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან საჭირო პროექტია, მეც მქონდა ამ პროექტიდან მე უკვე ჩემი გახმაურებული სპექტაკლი ჯამბაზები აქედან დაიბადა და მე მინდა ვთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტი და მიხარია რომ მანანა ძალიან დიდი მადლობა მე ვაპირებდი იქით მოგილოცავ და საქმეს აკეთებენ. მადლობა გამოდის რომ აქეთ მილოცავ ძალიან მინდა მოგილოცავ იმიტომ რომ მოსავალიც არის იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაცები რაც ძალიან გვეხმარება და მათ შორის აი ეს ამ ფონდიდან ძალიან ბევრჯერ მიგვაქვს ხოლმე პიესები და მე ძალიან ბევრი წარმატებული, იმიტომ რომ გემოვნებიან პიესები, რომლებიც დაიწურება მე უკვე ადაპტაცია ხდება უკვე სცენიური ჩვენს მიერ და ხანდახან შეიძლება ისე არ არის, მაგრამ უკვე როცა არსებობს ბაზა, საიდანაც შეიძლება მოიპოვო მასალა, ამაზე კარგი არაფერი არ არის. ძალიან დიდი მადლობა. იცი რა, მე მინდა ჯერ მოგილოცო ეგ არაჩვეულებრივი პიესა რო დადგი, ჩემთვის ხარ მოუსვენარი ადამიანი, რომელიც სულ ანთებულია იდეით. მე როგორც ციციშვილების ოჯახის წარმომადგენელი ეხლა სხვანაირად გავაკეთებ მან, იმიტომ რომ მიგავები აი ეს სახარების აღარ მქონდა, ქავტმა ლილიმ დაარეკა პირდაპირ ჩართვა იყო ქუთაისში, ციგნები გამოაგზავნა, ძალიან ამღელვებელი იყო ყოველივე, მართლა ეს ფინალი და ძალიან სხვანაირი სცენოგრაფია გააკეთა ლონგულმურის სისტემ, სულ სხვანაირი, აი წარმოუდგენლად ევროპიზირებული იყო ყველაფერი და მინიმალური ესეთი ბევრი რამე არ იყო სცენაზე და ძალიან საინტერესო გამოვიდა მართლა და ძალიან მიხარია და აი ახლა მექნება მოუსვენრობაზე 12-ში მაქვს მარჯანიშვილის თეატრში აზერბაიჯანის სპექტაკლი და თვის ბოლო დათო ტურაშვილის მატარებელი. ლოპედევეგა იყო დრამატურგიაში ყველაზე პროდუქტივა და რეჟისურაში გოჩა კაბანაძე, რომელიც მოგოჩეს სამ სპექტაკლს და. სეზონის დასწრია. დიდი მადლობა გილოცავთ ტელეგულით. კარგად ვზანდებოდით გოჩა კაპანაძე გვერდებოდა. და მიულოცეთ მარკიდა სტუდიაში ვინცერ ყველა ძალიან მიყვარდა, ძალიან კარგი გადაცემა გაქნიკოთ და ძალიან. ხათუნეს უნდა და ორი სიტყვა ეთქვა პროექტთან დაკავშირებით. გილოცავთ მეც და ეს არის უდიდესი სტიმული, როცა თქვენაირი რეჟისორები ჩადიან რეგიონებში, თუმცა ქუთაისს თვალთ რეგიონს ვერ უწოდებთ, მაგრამ მაინც და ეს ზუსტად თქვენ როგორც ბრძანეთ, რომ ცნობილი ქართველი გამოჩენილი რეჟისორები ჩავლენ და რამხელა სტიმულია რეგიონის მსახიობისთვის, რომ ითამაშებს პიესაში, სტურუას პიესაში და მსახიობისთვისაც რამხელა სტიმულია. როგორი მაღალ პროფესიონალურები არიან ისინი მუშაობაში. გულწრფელად გეუბნებით აქტოვანებულა, იმიტომ რომ ეჭვიც არ გვეპარება. და ხანდახან თბილისის მსახიობს არ რეგიონის მსახიობზე აღარ არის ლაპარაკი, ცენტრალურ თეატრების მოყვებენ ეს დინამიკაში და ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან. რეჟისორებისთვისაც აღმოჩენა იქნება ესეთი მსახიობები და რა იცით რა მოხდეს მერე და რა ხიდი დაიდოს. დიდი მადლობა ბატონ გოჩა. გოჩა კაპანაძე გვერდებოდა და ისე უცაბედად მოხდა ჩვენი თანაზიარობა ამ გადაცემაში ვერ წარვადგინეთ. ეს ინოვაცია ჩვენს გადაცემაში, როდესაც ერთი სტუმარი მეორე იმიტომ რომ ამ კონცეფციაზეც გვინდა საუბარი და თავისთავად გადავერთვეთ ჩვენც, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი დრამატურგიის და თეატრის განვითარება კულტურის სამინისტროს ფარგლებში.
და აი მსგავსი პროექტების განხორციელებას ვიწყებთ უკვე შემდეგი წლიდან აქტიურად. ნიკა, მოდი კიდევ ერთხელ წარუდგინოთ ჩვენს მსმენელებს სტუმრები. თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი ქალტონი მანანა ანთაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქალტონი ხათუნა ხუნდაძე იმყოფებიან ჩვენ. მე ვამაყობ საომე შენით რომ ამხელა რეგალია დაიმახსოვრე. და მე როგორ ვამაყობ ამხელა რეგალიას? ესე იგი ორი არაჩვეულებრივი პროექტი, რომელზეც ჩვენ დღეს ვაპირებთ საუბარს, ერთი რომლის დაჯილდოებაც გუშინ გაიმართა, მოეწერა მემორანდუმს ხელი კულტურის სამინისტროსა და თუმანიშვილის ფონდს შორის და მე არის როგორც თეატრმცოდნე უნდა ვთქვა, რომ ესე სასიცოცხლო მნიშვნელობის დრამატურგიის განვითარება, იმიტომ რომ საუბედუროდ ეზარებათ რეჟისორებს კითხვა და ძებნა პიესებისა და ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მიდიან და ნაწვალებით თეატრმცოდნეების მიერ ამორჩეული პიესებს ნახულობენ რამდენ კაციანია კომედია ჟანრულად დახარისხებული და შემდეგ უკვე არჩევენ პიესებს უფასოდ ნაწვალების უფასოდ რა თქმა უნდა მადლობთ ამისათვის ხო და მეორეც ერთი მოგეხსენებათ რომ ამხელ მნიშვნელობა აქვს თარგმანს იცით ქართველი ძალიან ბევრი გენიალური მოღვაწე არიციან იმიტომ რომ არ იყო ნათარგმნი ხო და ასევე პირიქით უცხოელი დრამატურგების თარგმანი და წევანდელ კონკურსში იყვნენ ერთმანეთზე უკეთესი დრამატურგები და მე მოხიბლული ვარ რომ ასეთი დრამატურგიას გავეცანი და ესე კარგად ნათარგმნს და აი ამ ის დაჯილდოება იყო ძირფას რადიომსვენელობა გუშინ და მეორე პროექტი რომელიც ასევე დაიწყება მაგრამ მოდი ჯერ ამ უცხოური დრამატურგიის თარგმანი ჯერ წარსულით და მომავალ რასაკვირველია კი ბატონო ქალბატონ მანანა პირველ რიგში გილოცავთ ფონდის 15 წლის იუბილეს ჩვენ ამ იუბილეზე ჩვენს გადაცემაში თქვენ ყველაზე პირველმა მომილოცეთ მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ და მთელი წელი მაქვს აი ამ იუბილის განცდა და კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიღებ ამ მოლოცვას და მადლობას გეუბნებით რა შეეხება კონკურსს, ამდენი პიესა იყო წარმოდგენილი, ვინ იყვნენ ჟიურის წევრნი, როგორ ჩატარდა გამარჯვებულები, გითხოვთ ყველაფრის უფლებას და აი გისმენთ. არაჩვეულებრივი კონკურსი იყო, ნიკა დამეთანხმები, იმიტომ რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყავი და ძალიან კარგად იცი. ეს ხარ ჩემი მუდმივი წევრი, ორი კონკურსის გარდა თუ ერთის გარდა ხარ ყველას თანაზე არის, ხო, პირველის გარდა. 5 ჟიურის წევრია, შენთან ერთად იყო კიდევ მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, თამარ კიკნაველიძე. რაღაც მოხდა ისე, რომ ყველა თეატრმცოდნე და მე მახსოვს კონკურსები, როდესაც იყო რეჟისორები. და მარტო ზოგჯერ ერთხელ ერთი თეატრმცოდნე ვიყავიან ორი. ხო, აი ასე და ეხლა რაღაცა მოხდა აი ასე. არ ვიცი რატომ მოხდა, მაგრამ რატომღაც აი ეს შეიყარა. და კონკურსმაც ფაქტიურად ყველას სათანადო პატივი მოგაგოთ, იმიტომ რომ წაგაკითხათ არაჩვეულებრივი პიესები. აი, იცით რა, ყოველთვის მომგებიან მდგომარეობაშია თარგმნითი კონკურსი, იმიტომ რომ თარგმნელები ეძებენ საუკეთესო პიესებს. ისინი პოულობენ იმ პიესებს, რომლებიც არის ჰიტი უკვე სადღაც, ყოველ შემთხვევაში კარგად გაყიდულია, ძალიან პოპულარულია, კონკურს გავლილია ბევრგან. და ეს უკვე არის ბევრი ქულა ამ მათ სასარგებლოდ. ქართველი დრამატურგები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ისინი წვალობენ, გზავენ, თავიანს ქმნიან და ცდილობენ, რომ ზუსტად აი ამ დონეზე აიყვანონ, რასაც თანამედროვე უცხოური დრამატურგია არის. და აქ მართალია რომ თარგმანის კონკურსია, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ჩამოუვარდება, ნიკა შენ კარგად იცი ქართული პიესების კონკურსიც და ნამდვილად არ ჩამოუვარდება კარგი ქართული პიესები თანამედროვე აი ამ უცხოურ პიესებს. და იცით, ის რომ 21 პიესა და ყველა ძალიან კარგი მოვიდა ამ კონკურსში, იცი რომ ძალიან იწვალეს შენც, ისევე როგორც ჟიურის ყველა წევრმა ძალიან ძნელი იყო არჩევანის გაკეთება. მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენ გვაქვს ქულები, 10 ქულამდე გაქვთ უფლება რომ შეაფასოთ. მე ვზივარ მერე მათემატიკურად ვითვლე ამ ქულებს და გამოდის გამარჯვებული. და აი წლევანდელი კონკურსის შედეგი გამოვიდა ასე, რომ პირველი ადგილი მიიღო ერიკ ემანუელ შმიტის მთარგმნელმა, ქალბატონმა ელისაბედ ყვავილაშვილმა, რომელმაც თარგმნა წვრილმანი ცოლმქრული დანაშაულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თეატრი აიღებს ამ პიესას დასადგმელად, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი პიესაა. მეორე პრემია აიღო საქართველოსთვის სრულიად უცნობმა თანამედროვე ბერძენმა დრამატურგმა, მისმა პიესამ. ეს არის იაკოვოს კაბანელისი, წერილი ორესტეს და სერობა, სოფიო შამანიძის თარგმანი. აი მესამე ადგილი კი იცი რომ გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ორი ერთნაირი ქულით მოვიდა ორი მთარგმნელი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი. გაიყო
კი ობიექტურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. იცი ჩვენს ჟიურის წევრებთან ერთად მე ყოველთვის სატრაბახოთ მაქვს, რომ ეს არის ძალიან ობიექტური კონკურსი, აქ გამორიცხულია, რომ რაღაცა მიკერძოება იყოს რამის გამო. აი რაღაც ამიტომ, რაღაც იმიტომ. პიესის ღირებულების გარდა. პიესის ღირებულების გარდა. და თარგმანში კიდეც პიესის ღირებულება და თარგმანის ღირებულება ერთად მუშაობს. აი მესამე პრემია აიღო ნინო ბურდულის თარგმანმა, რომელმაც თარგმნა გერმანიაში მოღვაწე ქართველი დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი, რომელიც გერმანულად წერს მისი პიესა კოკორო და ვაცლავ ჰაველის ბოლო პიესა წასვლა უდაოდ ძალიან საინტერესო, რომელიც თარგმნა დავით კაკაბაძემ, რომელიც არის რადიო თავისუფლების დირექტორი პრაღაში. იცით, რომ მე ულოცავ მათ ყველას. მე ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ დრამატურგია იმდენად რაღაცა ლიტერატურის ესეთი ეგზოტიკური ჟანრია, რომ რაც არ უნდა გრამატიკულად და ლიტერატურულად წერო, არ იქნება მისაღები თუ არ არის ქმედით, თეატრალური ტექსტი. ამიტომ რიტმის გრძნობა, რაღაცა ლიტერატურული მუსიკალურობა თუ არ აქვს თარგმნელს, არანაირად ის სცენაზე ადაპტირებული ვერსია საინტერესო არ იქნება. ამიტომ აი სწორედ ამასაც ექცევა ყურადღება, რომ იყოს რაც შეიძლება თეატრალურად თარგმნილი ტექსტი, თორე რასაკვირველია დრამატურგი რო თარგმნილი რო საუკეთესო პიესას აარჩევს, ეს ცხადია. კულტურის სამინისტროს ინიციატივა მე მახსოვს მანანა, რომელიც დარბოდა ყოველთვის კერძო ბიზნესმენებთან, მის ახლობლებთან, ნათესავებთან, მომეცით ცოტა ფული რომ მივცე და ჩვენ რასაკვირველია ჟიურის წევრები ყოველ წელს უფასოდ მუშაობდით, მხოლოდ ერთხელ ისიც 200 ლარი თქვა, ხო. ერგო ჟიურის წევრებს, მაგრამ რაც არის კონკურსანტები ყოველთვის რაღაცა ფულს მანენას წყალობით შოულობდნენ. წლევანდელი კონკურსი მერიამ დააფინანსა. წინა კონკურსიც მერიამ დააფინანსა. ეხლა როგორც ვიცით, თქვენ იღებთ ინიციატივას კულტურის სამინისტრო, რომ ეს ეხლა თეატრისადმი რაღაც სხვა განწყობაა ჩვენთან უკვე, ეს იგრძნობა, ეს თავდადო მანანა ბერიკაშვილის მოსვლამაც განაპირობა და კიდე ბევრმა სხვა ცვლილებამაც, იმიტომ რომ დრამატურგია ეს არის მნიშვნელოვანი და დრამატურგია მინისტრი. და მინისტრის დრამატურგია, კი ბატონო, ეს გამომრჩევა უცებ მაინც უფრო წერილური მასე გავამახვილე ყურადღება. ამდენად რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და საერთოდ მე ვთვლი რომ ქართული თეატრი ეს რაღაც განსაკუთრებული ფენომენია და ერთ დეტალს გავიხსენებ 95 წელს როცა პირველად გავედი საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული იყო მოგეხსენებათ ქართული ფენომენი იყო აბსოლუტურად უცნობი და ყოველთვის მიწევდა რაღაცის მოშველიება საიდან ვარ ხან სტალინს ხან მედეას ხან ბატონ ედუარდ შევარდნაძეს რას არ ვცდილობდი და მოხდი მიუნხენში ძალიან ისეთ საინტერესო საზოგადოებაში, ძალიან მაღალ საზოგადოებაში, სადაც აბსოლუტური ინტერესი გამოიწვია ჩემმა წარმომავლობამ, ვინ ვარ, საიდან ვარ და უცებ აი ერთ-ერთი წამოდგა, ერთ-ერთი ბანკირი, რომელმაც დაიყურა. ეხლა მივხვდიო, ეს იცით რომელი ქვეყნიდან არისო, საიდანაც რობერტ სტურუა მოდისო. და აი ხა დღესაც მბურძგლავს, იცით, აი რაღაცა ეს საოცარი ემოცია იყო, რომ მე პოლიტიკოსების გარდა შევძელი რომ თეატრალურადაც ამეხსნა ჩემი გეოგრაფიული მდებარეობა ჩემი ქვეყნის. ანუ აი ამოდენა მნიშვნელობა აქვს ქართულ თეატრს. და რა თქმა უნდა, მისი ხელშეწყობა აუცილებელია. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ფოლკლორი, რომელმაც ახალი გაგვითქვა, მაგრამ ოდესღაც თეატრიც იგივე დონეზე იყო და დღესაც იგივე დონეზეა, მაგრამ რაღაც ცოტა დახმარება ჭირდება ამ სფეროში და ჩემის აზრით აი ესეთი ინტერნაციონალური პროექტები არის იმის საფუძველი და იმის აუცილებლობაა რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი მხოლოდ აი ამ ინტერნაციონალურ შეუძლია ქართული თემა და ქართული პიესა გაიტანოს საზღვრებს გარეთ. მოკლედ ჩვენ შეგვიძლია გადაცემის მეორე ნახევარში ვისაუბროთ სამომავლო კონკურსზე, ეს არის საუბარი საზღვრების შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესოა. ამომწურო ინფორმაციას მივაწვდით, ყველას ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა. ახლა კი საინფორმაციო გამოშვებას დავუთმოთ ეთერი და ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. დაგველოდეთ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისე ძვირფასო რადიო მსმენელებო საინფორმაციო სამწუხაროდ ხალხმა გაგაწყვეტინათ აზრი და დავასრულოთ და უკვე დავიწყოთ ახალ კონკურსზე და ახალ ინიციატივაზე საუბარი. კი ბატონო. სამინისტროს მხარდაჭერით გეწდება ახალი კონკურსი. ეს გახლავთ ავსტრიული პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა 10 ქვეყანაში. 2005 წლიდან პროექტი მოძრაობაშია და მისი სახელია საუბარი საზღვრების შესახებ.
ანუ ეს არის პიესე, ავსტრიული კონკურსი პიესების, რომელიც არის ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ ორგანიზირებული და კულტურის სამინისტრო უჭერს საქართველოს მხრიდან მხარს. მისი იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დრამატურგი და რეჟისორი კრისტიან პაპკე, რომელიც ასევე ჩამოსული რო იყო. ბატონო, ის გახდათ ჩამოსული, თვითონ მან გააკეთა პროექტის პრეზენტაცია საქართველოში და მისივე ხელშეწყობით და მისივე ორგანიზატორობით მოხდება ამ ყველაფრის განვითარება. ესე იგი, პროექტის შინაარსი არის ასეთი: პიესა იწერება 5 პერსონაჟისთვის, 5 მსახიობისთვის. არ უნდა იყოს, შეიძლება იყოს ძველი, მაგრამ არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და დადგმული ქართულ და ევროპულ სივრცეში. ასევე, თემატიკა უნდა იყოს საზღვარი, ოღონდ საზღვარი არა მარტო გეოგრაფიული გაგებით, ან უბრალოდ არა გეოგრაფიული, არამედ მენტალური, თუმცა გეოგრაფიული შეიძლება იყოს. ანუ თემა საზღვარი და როგორც წესი განსაზღვრავს გეოგრაფიული მენტალურ შეთანხმებით, გეთანხმებით, მაგაში ნამდვილად ჩვენ შემთხვევაში მით უფრო კიდევ კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ეს იბმება, ესე იგი ევროპაში ჯაჭვი, აი ამდენი საინტერესო დრამატურგი, საინტერესო თეატრი ცვლის ერთმანეთში ინფორმაციას, აქ გამარჯვებული პიესა დაიდგმება გერმანიის სახელმწიფო თეატრში. ეს უკვე ძალიან დიდი ტრამპლინია, მე თუ მკითხავთ, დაიბეჭდება 11000 ეგზემპლარი გერმანულ ენაზე, რომელიც გავრცელდება გერმანულ ენოვან სივრცეში, ანუ ავსტრია, გერმანია, შვეიცარიის თეატრებში. და ესეც ძალიან დიდი რეკლამა იმ დრამატურგის, გამარჯვებული დრამატურგის. მე როგორც ვიცი, ფულადი პრემია გახლავთ 3500 евро. ეს არ არის ისეთი გრანდიოზული, მაგრამ ეს არის გრანდიოზული ტრამპლინი მერწმუნეთ. სამას ლარს ვაძლევთ ხოლმე დრამატურგებს, ეს ძალიან დიდია და მე მგონი თანხას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა. კი ბატონო, აქ არის მართლა დიაპაზონია აი ამ კონკურსის ძალიან დიდი და ეს რა თქმა უნდა ფარავს იმ ფინანსურ მხარეს, თუმცა ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია. რაც შეეხება პირობებს, პირობები დაიდება და ნაწილობრივ უკვე დევს კულტურის სამინისტროს საიტზე. ესე იგი, პირობები არის ესეთი, რომ 20 დეკემბრამდე უნდა იყოს ჩაბარება, ანუ დედლაინი არის 20 დეკემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება თებერვლის ბოლოს, ანუ თებერვლის ბოლოს გამოცხადდება გამარჯვებული. გამარჯვებული მიწვეული იქნება ვენაში საჯარო წაკითხვაზე და მიიღებს მონაწილეობას გადაცემებში. შემდეგ ლაიფციგის წიგნის მესეზე იქნება მიწვეული და ამის შემდეგ ხდება უკვე მისი პიესის დადგმა გერმანიის, ეს როგორც მე მივხვდი, წელს რიგშია ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრი. დაასრულეთ ახლა მე. კი ბატონო. და რა ვიცი, მე მინდა რომ ძალიან ბევრმა ქართველმა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ქართველებში ისტორიები მართლა და ამბები ძალიან ბევრია. მოსაყოლი ბევრია. მოსაყოლი ნამდვილად ბევრი გვაქვს. აი, ვის შეშოლება რომ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა? აი, ეს კონკურსი იმით მომწონს მე კიდევ და ამაზე ვცლად ქალბატონი მანანა გესაუბრებათ, მაგრამ მე ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ იმითია კარგი, რომ არ არის ასაკის შეზღუდვა, არ არის პროფესიის შეზღუდვა. ანუ არაპროფესიონალი, კი ბატონო, და ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ იმ ქვეყნის მოწინავე დრამატურგებს დაუწერიათ პიესა და გაუმარჯვია აბსოლუტურად უცნობს და არაპროფესიონალს და აი წელს უკრაინაში, საქართველოსამდე უკრაინაში ჩატარდა ეს კონკურსი და არც ერთი უცხო ენა არ იცის ავტორმა. შვილი სკოლაში დადისო და შვილმა უთარგმნო. ანუ ამით მე მოტივირება მინდა გაუკეთო ჩვენ დრამატურგებს, რომლებსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ 70 გვერდი ათარგმნინონ პროფესიონალურად, რომ ესეც არ არის მოთხოვნაში. თავარია იყოს ერთგვერდიანი, გვერდნახევრიანი სინოფსისი და იდეა და რაღაც პატარა ესეთი კუსტარული ნათარგმნიც კი საკმარისია ჩვენთვის, რომ მივხვდეთ პიესის ღირებულებასო. იქ შედან ინტერნაციონალური ჟური იქნება, 3 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან გაწაფულებიან და პირველივე ბგერიდან ხვდებიან მის ფასეულობას და ქართული მხარიდან იქნება 2 წარმომადგენელი, 2 ქართველი ჟურის წევრი და მათთვის უკვე ქართულიც საკმარისია, ბუნებრივია. აი ეს არის პირობები, მე მგონი ძალიან მარტივია და ის რომ აქ თარგმანში დიდი თანხა არ უნდა დაიხარჯოს, ესე ძალიან იმედის მომცემი და ნათელია ჩემთვის პირადად და კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერ შეუძლია მონაწილეობის მიღება და არ დაგიმალოთ და ისეთი მოტივირებული ვარ, რომ მე მგონი მეც მივიღებ მონაწილეობას და რატომაც არა. აბარა, რაც მეტი დაიწერება, მით უკეთესია. ქალბატონი ანონიმურია. აი ეს მინდა კიდევ თქვა. არც ერთი
გვარი სახელი არის ფუნქციას იქნება მხოლოდ დანომრილი და არავის არ იცოდინება ვისი პიესაა. ჟიური არ იქნება ანონიმური იქნება მხოლოდ ავტორები. თავდადმანენა რუდიდან გამოცხადდება უკვე საბუთების შემოტანა უпроსტოდ ან როდის მიეცემა ვადა რომ დაიწყო ნუ პრეზენტაცია უკვე იყო კულტურის სამინისტროში ფაქტიურად იმ დღიდან არის უკვე გამოცხადებული კონკურსი დაწყებულია მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნება რომ თავში ეს არ არსებობს რომ უცებ მოიტანო ბოლო დღეს როგორც წესი არის თუმცა თითო გვაქვს უკვე ერთი მე და ერთი ქალბატონმანას უკვე პიესა გამოგვიგზავნეს ორი პიესა უკვე არის კი ოღონდ არ არის ინგლისური თარგმანი არ ახლავს მას და ეს აუცილებელია ამის გარეშე არ მიიღება არა ეს პირობა არის და ასე გვითხრა თქვა ხათუნამ რომ ეს არ არის აუცილებელი პროფესიონალური თარგმანი იყოს ათარგმნე და ძმას მეზობელს ცუდი ინგლისური მთავარი ჩვენ გავიგოთ რაზეა პიესა ეს იცით რა არის ამისი არსი ეს არის ახალი თემების ძიება ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ნიკა შენს გადაცემაშიც და კერძო საუბარშიც და სხვა გადაცემებშიც რომ დღეს ყველა თეატრი გავს პრობლემებშია მთელ მსოფლიოში იცვლება ფორმა იცვლება შინაარსი ჯერ ერთი გახდა უფრო მოკლე. ამიტომ ამბობს რომ დაახლოებით 70 წუთიანი უნდა იყოს სპექტაკლი. ეს შეიძლება იყოს ჩვენ უკვე ვიცით პროფესიონალებმა რომ 30 გვერდიდან თქვა 70 გვერდამდე. შეიძლება იყოს 25 გვერდიც და ის შემდეგ როგორ სპექტაკლი გახდეს. აი ხუთი მსახიობი რატომ არის საჭირო ეს მოთხოვნა არის. იმიტომ რომ შეიძლება იყოს პერსონაჟი, თქვა 10 მაგრამ უნდა მოხდეს ისე, ეს უნდა გაითვალისწინოს დრამატურგმა, რომ სცენაზე ერთდროულად 5-ზე მეტი არ იყოს. შექსპირის დროს ის დასი თამაშობდა იმ რაოდენობით რაც იყო, მაგრამ 2 და 3 როლს თამაშობდა ერთი მსახიობი და აი ეს ანუ პერსონაჟის შეზღუდვა არ არის მოქმედი პირის. არის 5 მსახიობზე. კი, 5 მსახიობ. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები არ შეიძლება. შეიძლება იყოს მონო, შეიძლება იყოს ორკაციანი, ნებისმიერი. ოღონდ უნდა გაითვალისწინოს დრამატურგმა, რომ სცენაზე დგას 5 მსახიობი. ისეთ არჩეული დრამატურგიის სემინარები ტარდებოდა, ბატონი თამაშჭილაძე ატარებდა და სხვა და რაღაცა ბიძგი ჭირდებოდა, მithumet ის ქართველი ადამიანის ხასიათი ისეთია, რომ აი თუ გნებოთ მუსიკა, ხო? ნებისმიერი საესტრადო სიმღერა, რომელსაც დღეს ეს მომღერლები მღერიან, ან არის ქართული კინოსთვის დაწერილი, ან თეატრისთვის. მე რეჟისორები წერენ ყვებიან, რომ ჩავკეტავდი ბიძინა კვერნაძეს და ვაწერინებდი ან ვეხვეწებოდი ცაბაძეს ან კანჩელს, ხო? რაღაც ერთგვარი ბიძგიც არის ეს თქვენი მხრიდან, რომ გინდა თუ არა, თუ გინდა ფული და გამარჯვება დაჭირდა დაწერე, ხო? რა თქმა უნდა, ასეც არის ნიკა, ისინი როგორც კი იცი შენ კარგად, რომ თავდება ერთი კონკურსი, მეორე კონკურსისთვის მაშინვე ემზადებიან უკვე. ეხლა მორიგი კონკურსი, ეს უბრალოდ შეუერთდა ჩემი მომავალი კონკურსი ამ კრისტიან პაპკეს კონკურს, რადგან ჩამოვიდა ამ მოთხოვნით და მექანიკურად აქ დახვდა უკვე მომზადებული ქართული კონკურსი, რომელიც ისედაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უნდა გამართულიყო მომავალ წელს შემოდგომაზე და აი ეხლა დრამატურგები ალბათ უფრო გაფაციცებული იქნებიან, იმიტომ რომ პირობები არის იდეალური, მაინც კულტურის სამინისტრო ეს ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია დგას პირველი რადგან აქვე ვიტყვი რომ მართალია ავსტრიული მხარე იძლევა ერთ პრემიას და ძალიან ბევრ კარგ წინადადებას თავაზობს მაგრამ კულტურის სამინისტრო რადგან ისედაც მზად იყო რომ კონკურსისთვის პრემიები გაეცა წელს გასცემს შემოდგომაზე მეორე და მესამე პრემიას და ბუნებრივია იზრუნებს მათ თეატრში პოპულარ დადგმაზე ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა როგორც წესი რაღაცა ისეთი ყოველთვის მოვლენები აღმოჩნდა თქვენი ფონდი რომ ყოველთვის იდგმება გამარჯვებული პიესები გამარჯვებულის გარდაც იდგმება პიესები მე ამასინა დავთვალე ამ 8 წლის განმავლობაში 21 პიესაა დადგმული თარგმანიც და ქართულიც და უკეთესი შედეგია ქართული სინამდვილეს უნდა გითხრა რომ მე სიამოვნებით შეუერთდი კულტურის სამინისტროს ხათუნა დამეთანხმება წეღანი იყო ლაპარაკი ამ რეგიონალურ პროექტზე მე შეუერთდი ამ პროექტს ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას რომ შევარჩიოთ პიესები და ვამოძრაოთ რეჟისორები რეგიონებში სხვადასხვა თეატრებში და წლის ბოლოს ალბათ გავაკეთოთ ფესტივალი რეგიონალური თეატრების იმ შედეგით რასაც მივიღებთ მე წელს და შარშან მომიწერო ყველა რეგიონალურ თეატრში ჩავსულიყავი და რამდენიმე სპექტაკლი მენახა ეს ხულოდან დაწყებული თელავით დამთავრებული არ ვიცი ყველა ზესტაფონი ქუთაისი ჭიათურა
რო შევდიოდით თბილისიდან ჩასული თეატრონეები პარტერში გიფიცებით ყველაფერს რომ ტაშ გვიკრავდნენ უცნობი მაყურებელი რომელიც თეატრალები კი არიან უბრალოდ თეატრში იმდენად მათთვის მნიშვნელობა აქვს თბილისიდან ჩასული პროფესიონალი ვთქვათ კრიტიკა როგორ შეაფასებს როგორი ოსტატობით თამაშობენ ჩვენთან ხო რაღაცა აჩქარდა დრო რაღაცა სპექტაკლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მიდიან მსახიობები ხო მე როცა მუშაობდი ჩვენ მოხუჩ ამბასებზე მახსოვს გურამ საღარაძე და ქალბატონი ზინა კვერენჩხელაძე და ყველა მათგანი 2 საათით ადრე მეტყველების დიაფრაგმის სავარჯიშოებს გადიოდნენ მათნაირი მეტყველება ბევრს არ ქონია აი ეს კულტურა პროფესიონალიზმი რეგიონებში არის შემორჩენილი სამწუხაროდ თბილისისგან განსხვავებით ამიტომ აი ეს ინიციატივა რასაც თქვენ მწანებთ არის არაჩვეულებრივი გუშინ დამირეკეს ზუსტად ოზურგეთის თეატრიდან და მთხოვეს რომ გვინდა დავდგათ ახალი პიესა და არ ვიცით ეს ხო ტრადიციაა როგორც წესი დაიდგმებოდა რუსთაველში ან მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი და თუ მოეწონებოდათ მე თხოვლობდნენ პიესას გადააქცევდნენ და ეხლა აი ამ კუთხით აი ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მეცაც გეტყვით, ეხლა აი ამ კონკურსით პიესების აი ამ ავსტრიული კონკურსის საფუძველზე ჩვენ კიდე ის გარდა იმისა, რომ 2 დამატებითი პრიზი იქნება, რომელიც უკვე ქართული მხარისგან იქნება დაწესებული, მეორე და მესამე ადგილი, ასევე ვაპირებთ გავაკეთოთ პატარა სია დაუშვათ პირველი გამარჯვებული 10 ან 15 ვნახოთ რომ რამდენი შემოვა მოკლესია ეგრეთ წოდებული მოკლესია გაკეთდება და ამ მოკლესიისდან რეგიონალურ თეატრებს გადაეცემა ეს პიესები და ამორჩევის მეთოდით გვინდა რომ ეს პიესები დაიდგას რეგიონებშიც ანუ მთლიანად იქნება აი ამ კონკურსით მოცული 2014 წელი. ეს კიდე გაამყარებს და უფრო გაალამაზებს. მე ამას დავამატებ ისევ სამინისტროსთან ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, უკვე იანვრიდან მოყოლებული არის ამაზე საუბარი, თანამედროვე ქართული დრამატურგიის გაპიარებისათვის ალბათ იქნება ქართული თანამედროვე პიესების ფესტივალი. ეს იმიტომ რომ ეს არის ამით ჩვენს დრამატურგებს და იცი ამის პირველი ნაბიჯი ალბათ შემიძლია ვთქვა რომ იყო ის რომ შარშანდელი კონკურსის 6 გამარჯვებული ქართველი დრამატურგი უკვე გამოიცა კრებულად ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა პირველად ეს საოცარი გუშინ ნახე ეს რა სიხარული იყო დრამატურგებისთვის და მე მინდა მადლობა უთხრა ამისთვის თეატრალურ უნივერსიტეტს გოგი მარგველაშვილს და გამომცემლობა კენტავრს მაკავასაძეს რომლებმაც სრულიად უანგაროდ დაბეჭდეს. რა მიხარია ყველაზე მეტად რომ რაღაცა ეს თეატრალური ორგანიზაციები ჩვენ ყველანი ძალიან გულშემატკივრობთ ხო რაღაცა გაერთიანდა ეს თეატრალური და ყველას მინდა რომ ერთმანეთს რაღაცა ხელი წააკრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა თეატრი არის გუნდი, კარგი ორკესტრი სოლისტებისგან შემდგარი. ინტრიგებით, მაგრამ უამბისო არ გამოწა. ბატონი მიშა ამბობდა რომ სოლისტების ორკესტრი, აი ეს არის თეატრი. სოლისტების ყველა არის თავის საქმის პროფესიონალი და ერთად ჟღერს არაჩვეულებრივი სიმფონიური მუსიკა თეატრში. რა თქმა უნდა, მით უფრო რეგიონებში, სადაც უნდა გვახსოვდეს რომ რეგიონები ეს არის საოცარი. ესე იგი, რეგიონებში უმეტეს ადგილას არის ერთადერთი კულტურული დაწესებულება, sadაც ადამიანს შეუძლია მივიდეს სავადმყოფოს და მილიციის გარდა თეატრი ფუნქციონირებს. და ახალციხის თეატრში, ქუთაისში, გორში, ну რა ვიცი ეს. ახალციხეში თეატრმა ფაქტობრივად ენა გადარჩენას ძალიან დიდი ნამდვილად კი ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრ თეატრს აქვს დიდი ღვაწლი დადებული ქართული თეატრისთვის რეგიონებს გულისხმობ და უნდა მივაგოთ მათ პატივი და აუცილებლად უნდა მოვეხმაროთ. არ დამავიწყდება ხულოს თეატრში წეგან მოგახსენეთ პატრული დადიოდა რიგებს შუა ისე თხილის სკეპლით გამოთლილი და აკონტროლებდა სიტუაციას თუ როგორ მოიქცეოდნენ ბავშვები სპექტაკლის ველობის დროს. იმიტომ რომ ეს გიყვები მე დაახლოებით 1-5-6 თვის ამბავს. ხულოში რომ აჩვერდნენ ისინი თეატრში უკვე ხო არის პიესის ეს უკვე სიუჟეტია, ეს არის სიუჟეტი. აი ამაზე ხო შეიძლება რომ ქართულმა დრამატურგმა აკინძოს უკვე ამბავი. რა თქმა უნდა თეატრი ხო მარტო სცენაზე არ არის. რა თქმა უნდა. მის გარშემოც სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა აი ასე მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ მე მაინც დავდო ჩვენი Facebook-ის გვერდზე ყველა ის ლინკი სადაც ამოიკითხავთ დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ საუბარი საზღვრების შესახებ და ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენმა სტუმრებებს თქვეს რომ აქ არ არის შეზღუდა ნებისმიერ პროფესიონალ მწერალს თუ არაპროფესიონალს აქვს საშუალება რომ მიიღოს მონაწილეობა გააგზავნოს თუმცა რაც მთავარია ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი მთავარია ქართულ ენაზე ის ავსტრიაშიც იგზავნება ქართულ ენაზე პიესა რომელსაც მიყვება თუნდაც ცუდი მაგრამ ინგლისური თარგმანი
ქალბატონი ხათუნა ხუნთაძე და ქალბატონი მანანა ანთაძე იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და რას საკვირველია ვისაუბრებთ მხოლოდ თეატრზე, დაგველოდეთ და იაქტიურეთ ჩვენს სოციალური ქსელის გვერდზე. ნახვამდის კარგ ბრძანდებოდეთ, შევხვდებით მომავალ სამშაბათს. დიდი მადლობა. ავასცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.